ბატონო ბექა, თქვენ ბრძანდებით პროფესიით ჟურნალისტი, ხომ ასეა? და მადლობას გიხდით მობრძანებისთვის, ჩვენ გვაინტერესებს 2011 წლის 26 მაისს. სად იყავით, რა ხდებოდა რუსთაველის გამზირზე და სააკაშვილის რეჟიმის დროს ზოგადად მედია თავისუფლების ნაწილში რა ინფორმაცია შეგიძლიათ მიაწოდოთ კომისიას? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები კომისიას. მადლობას გიხდით მოწვევისათვის, მადლობას ვუხდი კომისიას, რომ დაინტერესდა ძალიან გაჟღერდა ზოგადად ძალიან ბევრი ისეთი თემა, რაც მომავალი თაობისთვის და ზოგადად ისტორიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. Გახლა ვართ ბექა სივსივაძე, ჟურნალისტი. უპასუხებ დასმულ კითხვას 2011 წლის 26 მაისს, უпроსორეთ 25 მაისის ღამეს. ჩემს მეგობართან და კოლეგასთან, გიორგი მამაცაშვილთან ერთად ვიმყოფებოდი რუსთაველის გამზირზე, სადაც მოგეხსენებათ მიმდინარეობდა სახალხო კრების მიერ ორგანიზებული აქცია. მთელი დღის განმავლობაში და სხვა დღეებშიც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს დღე იქნებოდა დაძაბული და შესაძლოა მომხდარიყო დარბევა. და შესაბამისად ალბათ არ არსებობს ჟურნალისტი, ვისაც არ აქვს სურვილი ესეთი პროცესი ან არ გადაიღოს, ან არ გააშუქოს და ზოგადად არ გახდეს ამ პროცესის თანამონაწილე. შესაბამისად მეც და გიორგიც იმ აღჭურვილობით და ემოცემულობით, რაც ჟურნალისტს ჭირდება, ფოტოაპარატებით, ხმის ჩამწერი აპარატებით, პრეს-კარტებით ვიმყოფებოდით, როგორც მოგახსენეთ, რუსთაველის გამზირზე, ვაფიქსირებდით სხვადასხვა მიმდინარე პროცესებს. ცოტა რთულად მოსაყოლი თემაა ჩემთვის, სწორად გამიგეთ ეს ძიმე ღამე იყო და ყოველთვის ვცდილობ ამ თემას თავი ავარიდო ცუდად მოქმედებს. მაგრამ ვეცდები ბოდიში ვუხდი მსმენელს იმ ემოციისთვის, რომელიც შესაძლოა გამოვხატო. როგორც კი გავრცელდა მოკლედ ინფორმაცია, რომ შესაძლოა მომხდარიყო დარბევა, ვცდილობდით ჟურნალისტები ბევრად სხვა ისეთი მნიშვნელოვანი მოვლენები აღვებეჭდა, რომელსაც ისტორიაში შემოუნახავდით, მიყვარს ისტორია. ერთ-ერთი ესეთი ამბავი გავრცელდა, რომ კოლმეურნების მოედნის მხრიდან ამოდიოდნენ სპეცრაზმელებით სავსე ავტობუსები, მე პირადად უშუალოდ ჩავედი კოლმეურნების მოედანზე და საკუთარი თვალით ვნახე ავტობუსების კოლონა, რომელიც მოდიოდა და ბანაკდებოდნენ მიმდებარე ტერიტორიებზე და ჩემთვის უკვე ცხადი გახდა, რომ ეს ღამე იქნებოდა დაძაბული და მოვლენები. რასაკვირველია, აქცია იყო აბსოლუტურად მშვიდობიანი, არავითარი ექსცესი აქციაზე არ დაფიქსირებულა ჩემი იქ ყოფნის შემთხვევაში. მოახლოვდა 12 საათი, რა დროსაც როგორც მახსოვს, წარმომადგენლები მერიიდან, თუ სწორად მახსოვს, მერის წარმომადგენლობა იყო, მოვიდნენ და გააფრთხილეს, ესე ვთქვათ, აქციის ორგანიზატორები, რომ 12 საათის შემდეგ დაშლილიყვნენ. მათ უშუალოდ რა ისაუბრეს, მოშორებით ვიყავი შემდგომი საუბარი, მე აღარ ვიცი. გახდა თუ არა 12 საათი, პროცესები განვითარდა ისე, რაც საშინელებათა ფილში შესაძლოა მხოლოდ ნახოს ადამიანმა. პარლამენტის ორივე მხრიდან ჩამომავალმა სპეცრაზმმა გახსნა პირდაპირ მნიშვნელობით ცეცხლი, ეს იყო წყლისჭავლი ყუმბარები, რომელიც ეცემოდა სცენას, რომელიც მოწყობილი ჰქონდა აქციის ორგანიზატორებს რუსთაველის მოედანზე. და ცხადი გახდა, რომ ეს პროცესი ძალიან დაიძაბებოდა, რა დროსაც მე და გიორგი შევთანხმდით, რომ გავრიდებოდით მოვლენებს, ვინაიდან ძნელია ხელყუმბარების და წყლისჭავლის ქვეშ მუშაობა და გადავწყვიტეთ წავსულიყავით თავისუფლების მოედნისკენ, რათა თუნდაც შორი კადრები აგვეღო და შემოგვენახა, ესე ვთქვათ, გადაგვეღო პროცესი. თემა იყო ესეთი, რაც მე ვნახე და რაც დავინახე, რუსთაველის კინოთეატრ რუსთაველთან ჩასასვლელი იყო ჩაკეტილი, კიდაც სპეცრაზმელები იდგნენ. თავდაპირველად მე და გიორგი მცადეთ, რომ ამოსულიყავით თავისუფლების მეტროსთან კანცელარიისკენ ამომავალ კიბეებზე, მაგრამ იქაც იდგა შესაბამისი ეკიპირების მქონე სპეცრაზმელები იყვნენ. და ამის შემდეგ წავედით მე და გიორგი თავისუფლების მოედნისკენ. პროცესის ზემოთ, როგორც მოგახსენეთ, იყო დაბომბვითი ხასიათის, პირდაპირ რომ თქვა, ცეცხლი იყო გახსნელი მომიტინგეების მხარეს, საშინელი სცენა იყო, იქ გაჩერება იყო წარმოუდგენელი და იმდენად გამოვცდით მე და გიორგი, ანუ ცეცხლში რა იგულისხმება, რა? ცეცხლში იგულისხმება, აქ ცვიოდა ბატონო სოზარ ხელყუმბარები ყვამლის, წყლისჭავლი იყო მიშვებული პირდაპირ სცენაზე და ფიზიკურად ადამიანი იქ ვერ გაჩერდებოდა.
და გაზი დიახ მადლობა შეხსენებისთვის რეზინის ტყუები უკვე მივალ რეზინის ტყუებამდე ბატონო სუზან დავიძარით თავისუფლების მოედნისკენ და გადავაწყდით რომ ქვემოთ ამ მხრიდან ამოდიოდა დიდი ტალღა სპეცრაზმელებისა მე და გიორგი მდენად მშვიდობიანად ნელისვლით მივდიოდით ვერც წარმოგვედგინა რომ რაიმე ექსესი ჩვენს მიმართ შესაძლოა განხორციელებული იყო როგორც მოგახსენეთ მეც და გიორგისაც ხელში გვეჭირა ფოტოაპარატები პრესკარტებით შესაბამისად მეტროში ბატონო მეტროში ჩასვლა მოგახსენებთ აი როგორც იყო თანმიმდევრულად მივყვები და მეტროს თემასაც შევეხები იმდენად მიუახლოვდით სპეცრაზს აი კადრებიც არის TV25-ის მიერ გადაღებული რომ დაახლოებით მეტრანახევარი 2 მეტრის მანძილი იყო ჩვენსა და სპეცრაზს შორის და გამოფრთხილებლად გიორგი მაინც შეცახა რომ ბიჭებო ჟურნალისტები ვართ და პრესკარტა აწია რა დროსაც გაისმა ესე ვთქვათ მათ მომარჯვებული ქონათ ხელში შესაბამისი იარაღი თოფები ნუ რა არის არ ვიცი რისი თოფი იყო როგორც ჩვენ გაირკვა რეზინის ტყუებს ისროდნენ პირველი ერთ-ერთი ტყუია გიორგის მოხდა ქვემო კიდურებში რა დროსაც სიმწრისგან დაბლა დაიხარა ამ დროს მე მას ვწდები ხელით ვატრიალებ და სწორედ ამ დროს გაისმის მთელი ზალპი არ ვიცი სხვა რა დავარქვა და რა დროსაც ძალიან ბევრი ტყუია მეც და გიორგისაც დაახლოებით 40-ზე მეტი ტყუია ჰქონდა რეზინის მოხვედრილი მე წამოვაყენე გიორგი და ნუ სირბილით როგორც შეგვეძლო იმიტომ რომ ზურგზე ცეცხლი მეკიდა სიმწრისგან წარმოუდგენელია ამ ემოციის აღწერვა და გამოხატვა რამდენი მანძილიდან გესროდნენ დაახლოებით მეტრანახევარი 2 მეტრა ბატონო სოზარ იმდენად ახლოს ვიყავით და ისინი ისე მოდიოდნენ ვერ წარმოგვედგინა რომ მით უმეტეს შეძახილის შემდეგ თუ იქნებოდა რომ ჟურნალისტები ვიყავით იმიტომ რომ უთხარით და ფოტოაპარატები დიახ გამავრთხილებლად კადრებიც აქვს სხვათა შორის გიორგის გადაღებული ახლა რო გავუშვათ ეკრანზე არ ამგონია გარჩევადობა იყოს მაგრამ დაფიქსირებულია სადაც შეძახილი ისმის რომ ჟურნალისტები ვართ და შესაბამისი პრესკარტები აწეული ჰქონდა ესე მივდივართ და TV25-ის კადრებშიც თუ იქნება მე შესაძლებლობა ნახავს მსმენელი რასაც მომუp ზუსტად ანალოგიურია კადრებშიც და მე ვწვდი გიორგის წამოვაყენე რა დროსაც მთლიანად გადამცხრილეს აი ჩემი ზურგი თუ არის შესაძლებელი მეგონი გადისკიდეს კადრებში აი ეს ნუ იქ კიდე ისეთი ფოტოებია ალბათ არც არის სასიამოვნო იმის ნახვა ისევ სირბილით ვეცადეთ წამოსულიყავით ზემო მხარეს თავისუფლების მეტროსკენ თავისუფლების მეტრო ასევე გადაკეტილი ქონა თუ არ ვწდები პატრულის თანამშრომლები იყვნენ მეც და გიორგი ვცდილობდით მათთვის აგვეხსნა რომ ვართ ჟურნალისტები და თუ შესაძლოა ჩვენთვის გამონახეთ უსაფრთხო ადგილი რომ გავჩერდეთ სწორედ ამ დროს წამოგვეწინენ ისინი ვინც ტყუებით უკვე გადაგცხრილეს და მე პირადად თავში ჩამარტყეს ხელკეტი რა დროსაც გავითიშე ზუსტად არ მახსოვს რამდენი წუთით ვიყავი გონება დაკარგული როდესაც თვალი გავახილე წყლის გუბეში მქონდა თავი ჩარგული და ხელები მქონდა პლასმასის ხელბორკილით შეკრული ერთ-ერთი პირველი რაც გავიგონე ეს იყო ჩემი მეგობრის და კოლეგის გიორგის ხმა რომელიც თავზე დამდგარ სპეცრაზმელებს უხსნიდა რომ აქვს აკრედიტაცია ვარ ჟურნალისტი და თუ შეიძლება შეწყვიტეთ ცემა რომ გავიხედე რამოდენიმე სპეცრაზმელი ხელკეტით უსწორდებოდა გიორგის რამოდენიმე წუთში მოახერხე სპეცრაზმელები აიღეს მგონ თუ სწორად მახსოვს გიორგი სკან აიღეს საბუთები და გაერიდნენ გიორგის ალბათ გადასამოწმებლად გავიდნენ მე მოახერხე გიორგისთან მიხოხება ესე ვთქვათ და აქედან იწყება უკვე მეორე ეტაპი ჩვენი წამების და კიდევ უფრო უარეს დღეში ჩაგდებისა ჯგუფ-ჯგუფად მოდიოდნენ სპეცრაზმელები ეთყობა სხვადასხვა სამეგობრო თუ გუნდი იყო და გვისწორდებოდნენ ხელკეტებით მიუხედავად იმისა მე საუბრის თავი აღარ მქონდა ვერც ვსაუბრობდი ეს კბილები ჩაფშნილი მქონდა ეხლაც მახსოვს ემალის გემო რომელმიც პირში პირველად ვიგრძენი საუბრობდა გიორგი და უხსნიდა სპეცრაზმელებს ყველა მოსულ ჯგუფს რომ ვართ ჟურნალისტები გვაქვს შესაბამისი აღჭურვილობა და თუ შესაძლოა თქვენს ხელმძღვანელობასთან გადაამოწმეთ ჩვენი ინფორმაციის სინამდვილე და ამის მიუხედავად ცემა გრძელდებოდა რაც დამამახსოვრდა და არასდროს ჩემი თვალებიდან არ ამოდის იყო ჩვენგან 2-3 მეტრში ეგდო ადამიანი რომელსაც თავის ქალა გადახსნილი ქონდა და რუხის სითხე იფრქვებოდა ეს იყო საშინელი სანახაობა იმ მტერსაც რო არ უნდა უსურვო ამის ნახვა გიორგი მსთხოვა ერთ-ერთ სპეცრაზმელს ვინც დადიოდნენ რომ ადამიანი კვდება და იქნებ მიაქციოთ ყურადღება რასაც sapasუხოთ ისევ ხელკეტებით ცემა მოყვა ჩვენი
ზუსტად არ მახსოვს რამდენი ჯგუფი იყო მოსული ჩვენ საცემრად, ბოლოს როგორც იყო ალბათ დაიღალნენ სავარაუდოდ. მოვიდა ერთ-ერთი სავარაუდოდ მათი ხელმძღვანელი და იკითხა ჟურნალისტები ხართ? დიახ, დაუდასტურეს ჟურნალისტები ვართ. რა საბუთებიც ჰქონდა მივეცით ჩვენი პრესკარტა, გიორგის ქონა აკრედიტაცია სხვადასხვა უწყებებისა, წაიღო ამ ბატონმა, რამდენიმე წუთი იყო გასული და კიდევ ერთი ჯგუფი მოვიდა და ასავალ-დასავალი ჟურნალისტები აქვინ არიანო და გახარებულებმა ჩვენს პირველად ცხოვრებაში ესე ძალიან გამიხარდა რომ ჟურნალისტი ვიყავით, შევძახეთ კი ჩვენ ვართ ჟურნალისტები და ვიფიქრეთ გვათავისუფლებდნენ, ამის ნაცვლად მოვიდნენ და უარესი ჩაიდინეს. ისევ ხელკეტებით გაგვისწორდნენ. ზუსტი დროის აღწერა გამიჭირდება რა დრო გავიდა ამასობაში, ის ბატონი ვინც ჩვენი ძირითადი საბუთები წაიღო, არ ვიცი ვისთან შეთანხმდა, როგორ შეთანხმდა, მოვიდნენ ჩვენთან რამოდენიმე სპეცრაზელმა ხელმკლავი გაგვიკეთა და გვითხრეს რომ თავისუფლების მოედნის ბოლოს ავტობუსები იყვნენ და ჩვენ უნდა გადავიყვანეთ დიღმის სამმართველოში, სადაც გაარკვევდნენ ნამდვილად კიდევ როგორც ჩანს ეჭვიებარებოდა ჟურნალისტები ვიყავით თუ არა. გაგვატარეს კორიდორში, სადაც იყო ცემა ასევე ხელკეტების, როგორც ჩვეოდა სააკაშვილის რეჟიმს. გაგვატარეს ამ დიდ კოლონაში, უზარმაზარი რიგი იყო სპეცრაზმელებისა, არ ვიცი რამდენ ხანს ვიარეთ, გავედით ბოლოს თავისუფლების მოედნისკენ, სადაც მიკროავტობუსებში აყავდათ სხვა დაკავებულები. მადლობა უფალს, რომ კოლონის ბოლოში იყო ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე, რომელიც გიორგის ძალიან კარგად იცნობდა. და მის დანახვაზე გიორგი მოსთხოვა ირაკლი თუ შეგიძლია დაუდასტურო რომ ჩვენ ნამდვილად ჟურნალისტები ვართ და გაგვათავისუფლონ, რადგანაც ირაკლიმ უთხრა რომ კი ნამდვილად ჟურნალისტები არიან და ამის შემდგომ ხელებიც არ შეუხსნიათ, თითო ჭიტლაღიც გვითავაზეს და გამოგვიშვეს. ავაზუსტებ ხა ფოტოგრაფის თხოვნაზე ნამდვილად არ გაგათავისუფლებდნენ, უბრალოდ ეს იყო პერიოდი, როდესაც გიორგი გედენიძე მუშაობდა, ისა ირაკლი გედენიძე იყო პრეზიდენტის ფოტოგრაფი, ადმინისტრაციაში მუშაობდა და პრეზიდენტის სახელით მოხდა თქვენი გათავისუფლება, თუმცა მოგვიანებით თვითონაც დაიჭირეს და ამის შესახებ ვინც უყურებს საგამოძიებო კომისიის ხდომებს, კარგად იცის, დაიჭირეს, იმიტომ რომ გადაიღო იმ ღამეს ის კადრები, რომლებმაც მერე მთელი უფლება მოიარა. ნამდვილად ესე იყო ბატონო სოზარ, ჩვენ შეკრული ხელებით მივაღწიეთ ჩვენს უახლოეს მეგობართან, რომელიც ახლომდებარე ქუჩაზე ცხოვრობდა. არ ვიცი ეს ღამე როგორ გავათენეთ, თავიდან ბოლომდე ვიყავი სისხლიანი, ეს თავი მქონდა, საიდანაც სისხლი მომდიოდა, ეს ყური კადრებშიც ალბათ რაც მქონდა ახეული, არც მეორე ყური იყო ნაკლებ მდგომარეობაში, კბილები ჩაფშნილი, ჩემი ზურგი აი ფოტოებშიც გადის ახლა, მქონდა 40-მდე ტყვია თავიდან ფეხებამდე მონახვედრი. და შემდგომ უკვე სტატიაში დავწერე რომ დღეს საქართველოში არის 37 წელი და მეც 37 ტყვია მესრულეს, მაგრამ ვერ მომკლეს მეთქი. ესეთი იყო ჩვენი ისტორია. მეორე დღეს არ გვეყო იმის ჭკუა რომ ზოგიერთი ვინც ახლა ესე აკეთებს რომ ერთი წკიპურტის გამო დაწვებიან და მთელი არასამთავრობოები და ჟურნალისტები მოყვან და საკუთარ თავს აპიარებენ, ამის მიუხედავად ჩვენ გაგვაღვიძა სიმწარემ, ბოღმა და ბრაზმა. მეორე დღეს მივედით, დიდი მადლობა მინდა უთხრა ობიექტივს ქალბატონ ირმა ინაშვილს, რომელმაც დავგითმო საეთერო დრო და სადაც პრესკონფერენციაზე გავაჟღერეთ იმ ღამეს ჩვენს თავს გადამხდარი ამბავი. მადლობა ასევე ირაკლი გედენიძეს, რომელიც სიტყვითაც გაგვათავისუფლეს, თორე ღმერთმა უწყოდა იმ ავტობუსში ასვლის შემდეგ ჩვენი მესამე ეტაპი როგორ დასრულდებოდა დიღმის სამმართველოში. ეს იყო ჩემს თავს გადამხდარი ისტორია, რომელიც 26 მაისს მე პირადად ჩემს მეგობართან ერთად შემემთხვა. რაც შეეხება ჟურნალისტების მიმართ დამოკიდებულებას, მე ვიყავი წლების განმავლობაში ასავალი ჟურნალისტი და ვიყავი შავრაზმილად შერაცხული, იმიტომ რომ მართალი სიტყვა სადაც იწერებოდა ფიურერს ბატონ სააკაშვილს ეს არ მოსწონდა და ვიყავით აკრძალულები წლების განმავლობაში. ესეთი იყო ჩემი ამბავი. მადლობა. კითხვები თუ არის? ბატონო ბექა, თქვენ თითქოს ასე იგულისხმეთ და გადავამოწმებ, რომ ასავალ-დასავალი ესე ხაზგასმით იკითხეს. დიახ. და ეს მათთვის იყო ნიშანი, რომ კიდევ მეტად უნდა დასჯილებავით და თქვენ გეგონათ, რომ ეს პირიქით იქნებოდა. დიახ.
რატომ თქვენი აზრით რატომ დასავალი ეს იყო გაზეთი და არის გაზეთი რომელიც ვერ დაიმორჩილა სააკაშვილმა მაშინდელმა რეჟიმმა და მათთვის სასურველი სტატიები არ იბეჭდებოდა მათთვის სასურველი ხოტბადიდება ფიურერს არ ესხმებოდა შესაბამისად ის იყო გაღიზიანებული ჩვენს ყველა სტატიაზე და ჩვენს ყველა წერილზე შესაბამისად ეს იყო გამიზნული შურისძიება გამიზნული შურისძიება კაცისგან რომელიც დღეს მოთავსებულია ვივამედის სამვარსკვლავიან სასტუმროში და იქიდან მოძღვრავს კიდე და ძალიან ბევრი ადამიანის თხოვა როცა გაიგეს რომ მე მოვდიოდი კომისიაზე ძალიან ბევრმა ადამიანმა მთხოვა და მათაც რო არ ეთხოვათ აი კატეგორიულად თხოვნა რომ ეს არამზადა ეს მოსიალურე ლეში ეს გადაიყვანონ იქ სადაც მისი ადგილია იქ სადაც იჯდა სულხან მოლაშვილი იქ სადაც იჯდა სხვა პატიმრები და არა იმ საჩვენებელ ციხეში რომელიც მას აგებული ჰქონდა და უცხოელებს აჩვენებდა არამედ იქ სადაც ხალხი იტანჯებოდა და 12 კაციან საკანში 80 კაცი იყო და მორიგეობით ეცინათ აი ესეთი საკანი გამოუყავით მაგას და მან ჩაჯდეს ის ციხეები დახურულია ერთადერთი არა უშავს ერთი საკანი მაგისტრის თუ გაიხსნება ორთაჭალაში არსებობს ძველი დახურული ციხე რომელიც ჯერ კიდევ დგას და არ დანგრეულა და ასევე არის სააკაშვილის დროინდელი იზოლატორები სამარტო საკნები ხონში ყველა დანარჩენი ინფრასტრუქტურა განადგურებულია ჩვენს ორი ინფრასტრუქტურა თქვენთვის რო იცოდეთ ორთაჭალაში და ხონში კი ვიცი ქალბატონო გააზრახ შემოვინახეთ რომ მომავალმა თაობამ ნახოს რა პირობებში და ჯურღმულში უწევდა მოქალაქეს ყოფნა პატიმრობისას ერთი ამბის დამატება მინდა ქალბატონოთია 26 მაისს როდესაც ვიხსენებთ ხოლმე ამ ამბავს და სოციალურ ქსელში ვდევთ ფოტოებს ის ჩემი ფოტოები რომელიც ახლა გადის ეთერში ძალიან ბევრისთვის მიჩნეულია ფოტოშოპად ეს თავისი ტროლები ვინც აყავთ ხშირად შემომისევენ ხოლმე ამ პერიოდში და მათ ეჭვი შეაქვთ რომ აი ეს ტყუიები თითქოს მე რაღაც ფოტოშოპით მაქვს გაკეთებული ან დავიხატე ან არ ვიცი რისი დამტკიცება უნდათ ამიტომ წამოვიღე ლევან სამხარეულის სახელობის ექსპერტიზის დასკვნა სადაც ის რაც ვისაუბრე დეტალურად არის აღწერილი ასევე წამოღებული მაქვს დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის ვექტორის მიერ გაცემული ცნობა სადაც ის რაც მოვყევი დეტალურად არის ასევე ასახული და მე შემიძლია ესეთ ტვინაღრძობ ადამიანებს უწოდებ ხოლმე რომელზედაც დროს არ ხარჯავ მაგრამ მაინც მინდოდა ეს მეთქვა შემიძლია დაუქსევოსო გადავცე და საკუთარი თვალით ნახონ თვით სამხარაულის ექსპერტიზამაც ვერ აუარა ჩემს ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ თემას გვერდი და პირდაპირ მიწერია ის რაც ჭრილობებს შეეხებოდა ასევე თავის ტვინის შერყევის შესახებ რომელიც შესაბამისი გადაღებებით სამედიცინო გადაღებებით დადასტურდა და ხელთან აქვს ეს ცნობები ნებისმიერ შემიძლია წარუდგინო ასევე ჩვენ დაგვჭირდა ფსიქოლოგების მომსახურება აი რეაბილიტაციის შესაბამისი რეაბილიტაციის მიერ გაცემული ცნობა სადაც ასევე ასახულია თუ თვეების მანძილზე რა ჯუჯუხეთური ღამეები ჰქონდა მეც და გიორგისაც და რომ არა მათი ჩარევა და მათი დახმარება არ ვიცი როგორ დამთავრდებოდა ჩვენი სიტუაცია. ეს დოკუმენტები ჩვენც გამოგვადგება თუ ასლებს მოგცემთ საშუალებას რომ გადავიღოთ ბატონი თენგიზი ბატონი სოზარი. დიახ. მოგესალმებით ბატონს გიხდით მობრძანებისათვის მესმის რა ძნელია ამ დღების გახსენება ამ დღის გახსენება მაგრამ აუცილებელია და ამიტომაც უნდა ვისაუბროთ. იმ მომენტიდან როდესაც თქვენ უკვე გაამხილეთ რომ ასავალ-დასავალი ჟურნალისტები ხართ და აგრესია გამოიწვია, ეს გასაგებია. იმიტომ რომ თქვენ თვითონაც ახსენით, რატომ გამოიწვევდა ამას. მაგრამ თქვენ პირველ ეპიზოდს ყვებით, როდესაც თქვენ კინო რუსთაველთან ჩაუხვიეთ, ვერ შეეჩეხეთ, ასე იგი ამ მომავალ სპეცრაზმელებს, მათ ჯერ არ იციან, კონკრეტულად ვინ ახართ და დაკავებაზე კი არ გადადიან რამე სხვა ქმედებაზე. პირდაპირ ასე იგი იწყებენ რეზინის ტყუების ცოლას. ანუ რა შთაბეჭდილება დაგჭათ რომ მართებული კითხვაა ჩემო ბატონო, დიდი მადლობა კითხვისთვის და საგებია ეს ნებისმიერი ადამიანი ვინც იქ აღმოჩნდებოდა იმავე სიტუაციაში იქნებოდა ეს ინტერესებს. დიახ. აბსოლუტურად სწორად შენიშნეთ, მართებული კითხვა იყო. ეს იყო არა აქციის დაშლა, ეს იყო გამიზნული ქმედება, გამიზნული დარბევა, რომლის მიზანი იყო ყველა აქ მყოფი ადამიანის მიმართ ანგარიშწორება. რომ დაუშელი არ უნდა დარჩენილიყო არავინ და სწორედ ამას ემსახურებოდა ეს აქცია სწორედ ჩემი და გიორგის ესეთ მდგომარეობაში ჩაგდება არავით არის საჭიროება გარიდებულები ვიყავით ტერიტორიას აი წარმოიდგინეთ სად იყო სცენა სად იყო
მთავარი ესე ვთქვათ მოვლენების ეპიცენტრი და ყვები რა მანძილით ვიყავით ჩვენ დაშორებული ამის თავისუფლების მოედანზე ვიყავით ჩამოსულები სადაც ხელაწეულებით შეულებრივი ნაბიჯით მივდიოდით და თავისუფლად შეეძლოთ გაერკვიათ რომ ან ჟურნალისტები ვიყავით ან უბრალოდ გამლელები ვიყავით მაგრამ იმ დროს და იმ საათში იქ მყოფი ნებისმიერი ადამიანი მათთვის იყო მტერი რომელიც უნდა ეცემათ და ესახიჩრებიათ და ეს ადამიანიც ვის წეღან ვსაუბრობ არ ვიცი მე დღემდე მისი სახელი და გვარი ან ცოცხალია თუ არა რომელსაც თავი ქონდა გადახსნილი და მუქი ყავისფერი მასა იფრქვეოდა თქო შესაძლოა ერთ-ერთი იყო ვინც შემდეგ მერე სახურავზე შემოდეს და თქვეს რომ აი დენმა დაარტყა და ამიტომ გარდაიცვალა იქ დენით დარტყმული არავინ არ გარდაცვლილა ეს მოკლეს სწორედ სააკაშვილის ბრძანებით ნებისმიერი ვინც იქ დაშავდა და გარდაიცვალა ყველა იყო სააკაშვილის ხელით ნაცემი და სააკაშვილის ხელით მოკლული მე სასამართლოზეც მაქვს ჩვენება მიცემული სადაც ბატონები რომლის გვარების ჩამოთვლა არ მინდა არ სიამოვნებს მაგათი გვარების ხსენება მე კითხებოდნენ აი მე თუ დამინახე იქ და აი მე რატომ ადანაშაულებ მე რა შუაში ვარ აი მე და შენ შევხვდით მეკცე მე ყველას ქალბატონოთია ერთ პასუხს ვეუბნები რომ ეს იყო ყველა კოლექტიური სააკაშვილი რომელსაც ყველას ეკეთა დიღაბი და ჩემთვის ყველა იყო სააკაშვილი და სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენელი ამით ვამთავრებ მათ ეს საუბარს ბატონი სოზარი ბატონი ილია ძალიან დიდი მადლობა ბატონო ბექა. უბრალოდ ახლა გისმენდით და ეს ემოცია ისევ აი ფეთქდებოდა და სოცხლდებოდა თქვენში. თქვენ ახსენეთ რომ ფსიქოლოგების დახმარება დაგჭირდათ და დღეს როგორ ფიქრობთ აი ხართ ბოლომდე გათავისუფლებული იმ სტრესისგან? იმ სტრესისგან სამწუხაროდ როგორც კი ეს თარიღი ახლოვდება ვერ გავთავისუფლდი ბოლომდე და დღეს როდესაც აქ მოვდიოდი დასკვნის წაკითხავთ სათე და ისევ განმიახლდა აი როგორც ღია ჭრილობა ისე გაიხსნა დღევანდელი დღის მოგონებები და ვისურვებდი რომ ბოლო ყოფილიყოს ჩემთვის ამ თემაზე საუბარი აი ძალიან დიდი სტრესია ჩემთვის და არ ვიცი რამდენი წლის იყავი 26 წლის გახლდით მადლობა და ბოლოს უბრალოდ კითხვა რა ვიდეო რომელზეც თქვენ ლაპარაკობდით ეხლა აქ აღარ გავუშვით იმიტომ რომ აქ რაღაცნაირად კარგად არ გამოჩნდებოდა მაგრამ ჟურნალისტებს დაინტერესებულ ადამიანებს ეს იქნება ჩვენთან კომისიაში ეს ასლი და შეუძლიათ გამოიყენონ ისაც დაინტერესებს იმიტომ რომ იქ ნათლად ჩანს ის რაზეც თქვენ ლაპარაკობთ რომ ამბობთ რომ ხართ ჟურნალისტები როსროლა ხდება ძალიან ახლო მანძილიდან ეხლა მეტრო ნახევარი იყო თუ 2 მეტრი არ ვიცი მაგრამ ძალიან ახლო მანძილიდან და რომ ეს არის აბსოლუტურად გამიზნული ანგარიშსწორება ჟურნალისტებზე ეს კაფეოდ ჩანს იმ მასალებიდან ბექა კიდევ ერთხელ მოგესალმებით ხა თქვენი მონათხრობიდან ჩვენ რაც გავიგეთ თქვენ ცდილობდით რომ იმ არეალს გაცნოდით დიახ ნამდვილად ესეა ამის საშუალება არ ქონდათ მე იმიტომ გითხარით მეტროთი რატომ არ ცადეთ მეთქი გინდოდათ რომ გასულიყავით ამ არეალიდან და მაგის საშუალება არ მოგცეს რომ დაგეტოვებინათ ის ნამდვილად ესე იყო ჩემი ეხლა რომ ფიქრდები ეს იყო შეგდებული ყულფი სადაც მოიყოლეს ყველა სადაც არ დატოვეს გასასვლელი აი წეგან საუბრობდი რომ კინოთეატრ რუსთაველთან ჩასასვლელი იყო ჩაკეტილი პარლამენტის ორივე მხრიდან მოდიოდა სპეცრაზმი ქაშვეთის მხრიდან ასევე იყო შემოტევა და წყლის ჭავლი და გაზი და 1000 უბედურება კანცელარიისკენ ამმავალი კიბე იყო ჩაკეტილი და პირადადაც უცადეთ მეც და გიორგი მას იქასვლა და არა გვიშვეს და რჩებოდა ერთადერთი თავისუფლების მოედანი სადაც ეს უზარმაზარი სივრცეა ხო ამ გზის ჩაკეტვას წარმოიდგინეთ რამდენი სპეცრაზმელი და რამდენი სამხედრო ჭირდება და ესეც ისე ქონდათ ჩაკეტილი რომ გავლა ვერ მოვახერხეთ შესაბამისად თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს იყო მიზანმიმართული ალყა მიზანმიმართული ყულფი სადაც მოიყოლეს ყველა და გაუსწორდნენ ზოგს როგორ და ზოგს როგორ ეხლა არ მინდა ფესო ჩვენი მეგობრის ფესო ტაბატაძის დათხრილ თვალზე და სხვათა ჭირლობებზე ვისაუბრო ალბათ მათაც მიეცემათ ისე როგორც გიორგიც თავის ტკივილის შესახებ იტყვის ეს იყო შეგნებულად გამიზნული ალყა დიახ ბატონი ილია ბატონებს კონფერენციის შემდეგ მეორე დღეს რო ჩაატარეთ კონფერენცია ამის შემდეგ გაძლიერდა თუ არა თქვენზე ან ზეწოლა ან მუქარა ან რამე შეიცვალა თქვენს მიმართ არა ამას ვერ ვიტყვი ნამდვილად აღარ ყოფილა საერთოდ არავითარი კონტაქტი არავისთან მსგავსი რამე არ ყოფილა და თქვენს კოლეგებისგან თუ იყო მაგალითად რამე სინანულის განცდა გაზი მოკითხვა თუნდაც იმ კოლეგებისგან რომელიც შეიძლება მაშინ მოგეხსენებათ შემობატონო ყველა ტელევიზია სააკაშვილს ჰქონდა ოკუპირებული შესაბამისად მხოლოდ მოგვეცა შესაძლებლობა ობიექტივის ეთერში ქალბატონ ირმა ინაშვილთან
გამოგვეხატა ჩვენს მიმართ რაც მოხდა, გამოგვეცა ეს აზრი და მეგვეწოდებია საზოგადოებისთვის ინფორმაცია, რაც შეეხება სხვა დანარჩენ ტელევიზიებს, ეს მათ სინდისზე იყოს არავითარი არც სინანული, არც კონტაქტი, არც რაიმე როგორ ახარ მოკითხვა ჯანმრთელობის ამბავის პირიქით ძალიან ბევრმა ადამიანმა ჩვენთან კონტაქტი გაწყვიტა, ესეც შემიძლია ვთქვა და რამოდენიმე ისეთ ადამიანს, ვინც საჯარო სექტორში იყო დასაქმებული და მოსაკითხი მესიჯებიც რომ მივწერე, სხვა მეგობრების პირით შემომითვალეს თუ შესაძლებელია ჩვენთან კონტაქტს მოერიდოს. აი ესეთი დამოკიდებულება იყო. თან სამწუხაროა და ეს ძალიან ძნელია, როდესაც ერთ სფეროში კოლეგები ერთ საქმეს ემსახურებით, არა აქვს მნიშვნელობა მიუხედავად იმისა, რაღაცა სხვადასხვა აზრი შეიძლება ქონდეთ ადამიანებს, მაგრამ არსებობს რაღაც სინანული ადამიანური ურთიერთობები, რომელიც უმნიშვნელოვანესია ალბათ ნებისმიერ დროს. მადლობა და ჯანმრთელობას გისურვებთ. მადლობა ბატონო ბექა, დიდი მადლობა. თუ თქვენ გსურთ რაიმეს დამატება გთხოვთ, თუ არა და ბატონი გიორგის დაუთმეთ. კიდევ ერთხელ მადლობას და მადლობა გადაგიხდით. იმ ბრძოლისთვის, რაც თქვენ აწარმოეთ იმ რეჟიმის და უსამართლობის დასამარცხებლად.